საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. სექტემბრიდან საქართველოში საბავშვო საფეხბურთო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც სწავლება UEFA-ს მიერ შემუშავებული პროგრამით მოხდება. ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ორშაბათიდან სპეციალური ანკეტა აითურთება, რომლის შევსებაც 2001 წელს დაბადებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სწავლების პროცესის პირველი ეტაპი ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გაიმართება. 2015 წელს კი საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ საგურამოში ან მცხეთაში განთავსდება. ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება უკვე სარეგისტრაციო ფორმების შევსება და განაცხადების, ასე ვთქვათ, გაკეთება მშობლების მიერ. ყველას, ვინც დაინტერესებულია, შეუძლია ან ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდიდან ჩამოუტვირთოს სარეგისტრაციო ანკეტა, ან მოგწონდეს და ფეხბურთის ფედერაციაში ადგილზე აიღოს და შეავსოს. გამომდინარე იქიდან, რამდენი მსურველი იქნება, ამის მიხედვით ჩვენ უკვე აგვისტოს დასაწყისში დავიწყებთ სასელექციო მატჩების ჩატარებას, სავარაუდოდ ჩატარდება მიხეილ მესხის მცირე მინდორზე ან ეროვნული ნაკრების ბაზაზე. მომავალი კვირიდან ჩვენ ვიწყებთ შესარჩევ ციკლს, სადაც შევარჩევთ მთელი საქართველოდან 15 და 14 წლის ნიჭიერ ბავშვებს და აკადემია ფუნქციონირებას დაიწყებს უკვე სექტემბრიდან.